მოდით დავიწყოთ თავიდან. რა არის სახელმწიფო? მაგალითისთვის, ოკეანეების მიქცევა-მოქცევა, ან დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო, ან თუნდაც ის ციკლი, როდესაც მზე აორთქლებს წყალს ოკეანეებიდან, ეს ორთქლი ადის საშე, ცივდება და ისევ ხმელეთს აწვიმს, ამ ციკლს ადამიანს ჩარევა არ ჭირდება. თუმცა სახელმწიფო ადამიანის მუდმივი ჩარევის და შრომის გარეშე არ არსებობს. სახელმწიფო პირველ რიგში არის იდეა. მაგალითად, ახალგაზრდა თაობებს გაგვიგია უფროსებისგან, რომ ერთ დღეში დაინგრა ის სახელმწიფო. იმ ხელა სახელმწიფო იყო და ერთ დღეში დაინგრა. საბჭოთა კავშირზე ნათქვამი. საქმე ის არის, რომ შეიძლება 1-24 საათიანი დღე არ იყო, თვეები გრძელდებოდა ის პროცესი, მაგრამ ნამდვილად შეიძლება 1-24 საათიან დღეშიც კი დაინგრეს სახელმწიფო. და ზომას და გაბარიტებს მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. რატომ? საკმარისია ადამიანებას შეწყვიტონ ამ სახელმწიფოს არსებობისთვის შრომა და აღარ იღვაწონ და ის გაქრება. სახელმწიფო ავტომატურად არ არსებობს. სახელმწიფო საქართველო არის იდეა, რომლისთვისაც უნდა მუდმივად ვიღვაწოთ და ვიშრომოთ, რომ შევინარჩუნოთ, შევქმნათ, გავაუმჯობესოთ და ასე შემდეგ. იყო დრო, როდესაც ადამიანი 1000 წლეულიდან 1000 წლეულებამდე ცხოვრობდა ისე, რომ სახელმწიფო არ ჰქონდათ. არ არსებობდა სახელმწიფოები. აი, მაგალითად, ქვის ხანაში. ბავშვებსაც ზრდიდნენ, ოჯახებსაც ქმნიდნენ, დღესაც სწავლობდნენ კიდევაც, სამკაულებსაც იკეთებდნენ, საკვებისთვის იხწოდნენ, შრომობდნენ და ასე 1000 წლეულიდან 1000 წლეულებამდე, მაგრამ სახელმწიფო არ ჰქონდა. დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა, საერთოდ გვინდა კი სახელმწიფო? მაგალითებს რომ დაუკვირდეთ, აი მაგალითად. ვიცით რომ ჩვენი წინაპრები ყანაში მიდიოდნენ ხმალ შემოგმული, იმიტომ რომ მტრები ხშირად გვესწოდნენ, ხშირად ესწოდნენ ჩვენს ქვეყანას თავს. მაგრამ წარმოიდგინეთ 50-60 ცხენოსანი მოგადგათ, 3-4 გლეხი ვერაფერს გახდება ხო მათ წინააღმდეგ. ამიტომ ქვეყანას თავდაცვის ერთიანი სისტემა სჭირდება. ასევე სჭირდება ქვეყნის შიგნის უსაფრთხოება, მაგალითად კრიმინალის წინააღმდეგ, ხო? პოლიციის მაგვარი რაღაც სისტემა გჭირდება. ასევე გჭირდება განათლების სისტემის მაგვარი რაღაც. ელემენტარულად ცოდნა ხო უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს, წერა-კითხვა ხო უნდა იცოდნენ ადამიანება და 21 საუკუნეში მარტო წერა-კითხვა ხო არ არის, უამრავი სხვა რაღაც არის. რა რისი ცოდნაც უნდა გადავცეთ სხვა მომავალ თაობებს. ამიტომ განათლების სისტემის მაგვარიც ყველა ვარიანტში გჭირდება. რომ იყვები ჯანდაცვის სისტემა, რავი, ბევრი რამეა, რომ ფიქრობ ყველაფერზე, ხვდები რომ სახელმწიფო გჭირდება. თავარია ეს სახელმწიფო იყოს სამართლებრივი და სამართლიანი. სამართლებრივში გულისხმობ, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს დაწერილი კანონებით და არა ვინმეს ხუშტურებით და ახასიათებიც იქნება იმის მიხედვით. წინასწარ შეთანხმებული წესებით. და ასევე ნიშნავს, რომ კანონი იყოს ყველასთვის ერთი. მე თუ უბრალოდ გლეხი ვარ, ესე იგი კანონის სრული სიმკაცრით მოთხოვენ და თუ ბობოლა ვარ, მაშინ შეიძლება რბილად გამოუძვრე, ეგრე არა, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. და სამართლიანი ნიშნავს, რომ მაგალითად იგივე მაგ კანონებს რომ დავწერთ, ვინც დაწერს, მარტო თავიანთი თავი და მათი უშუალო გარემოცვა კი არ გაითვალისწინონ და დანარჩენები თითქოს არც არსებობენ. არამედ მაქსიმალურად ყველა ადამიანი იყოს გათვალისწინებული. მე მჯერა რომ დღესდღეობით ჩვენს ერს აქვს საკმარისი უნარი და რესურსიც, რომ შევქმნათ თანამედროვე, ლაღი, სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფო. მადლობთ ყურადღებისთვის, ოთარ მაღალდაძე, პროგრამისტი ქალაქი თბილისიდან.